დღესასწაულის პარალელურად თბილისში კლიმატის ცვლილებებისადმი მიზღვნილი კვირეულიც გაიხსნა. ფილარმონიიდან რუსთაველამდე მსვლელობა დღეს ველოსიპედებით და სკეიტბორდებით მოეწყო. აქციაში ინვალიდი ბავშვებიც მონაწილეობენ. პარლამენტის წინ კი მათ საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა პერე კლუნდიმ და გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ მიმართეს. კლიმატის ცვლილებების კვირეულის ორგანიზებას უწევს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, დედამიწის მეგობრები საქართველო და თბილისის მერია. კლიმატის ცვლილება არის გლობალური პრობლემა ნებისმიერი ადამიანისთვის. განურჩევლად იმისა, ის პოლიტიკოსია თუ რიგითი მოქალაქე. მთავარია რომ მოხდეს პოლიტიკური ლიდერების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადამიანების გაერთიანება, რათა ამ პრობლემას ყველა ერთად შევებრძოლოთ. აქ საჭიროა კომპლექსური ზომები იმისთვის, რომ პლანეტა გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ. ეს არის პრობლემა, რომელიც საერთაშორისო და სამთავრობო დონეზე განიხილება, მაგრამ ახლა დროა სიტყვებიდან რეალურ მოქმედებაზე გადავიდეთ. მოუწოდებს ყველას რომ არსებობს სხვა ალტერნატიული ტრანსპორტით, რომელთაც შეიძლება მოძრაობა თუნდაც კვირაში ერთხელ მაინც და ამით გავუფრთხილდებით კლიმატს და დავიცავთ ჩვენს მომავალს. ეს პირველ რიგში თბილისობა არის, ყველა ადამიანს მოუწევს თბილისობას და ასევე არის კლიმატის კვირეული და ვიღებთ ამ აქციაში მონაწილეობას.